სირიის სახელმწიფო ტელევიზია დღეს აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დათმობებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ავიაბაზა დააზიანა სამშაბათს დილით, რამაც მატერიალური ზიანი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა. ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა სირიის ტელევიზიის ცნობით 8 ცალკე დარტყმამ გაანადგურა 100 საფრენი ბილიკი ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუციათ. სირიაში ომის მონიტორინგის ჯგუფებმა დაამატეს, რომ თურქეთი, რომელიც სირიის მთავრობის მთავარი მხარდამჭერია, აღადგენს ავიაბაზას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელი მებრძოლების ცნობილ ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა ინციდენტმა აშშ-ის თურქეთში ელც და სირიის სპეციალურ წარმომადგენელს თომ ბარეტს რეაგირებისკენ უბიძგა. სოციალურ მედიაში მან თქვა, რომ ციტატა დაადასტურა ისრაელის საჰაერო დათმობები, როგორც თავად აღნიშნა, ეს არის ციტატა არასაჭირო ესკალაცია, რომელიც რეგიონულ სტაბილურობას არ უწყობს ხელს. ციტატის დასასრული. ჩვენთან ერთად არის პენსიაზე გასული ელჩი ჯენგიზ ფირათი, ყოფილი თურქი ელჩი. სასიამოვნოა, რომ ისევ ჩვენს გადაცემაში ხარ ჯენგიზ. ნახეთ, ეს არის შიში ისრაელ-თურქეთის არასწორი გათვების შესახებ. იცით, ჩვენ ამას ასე ვხედავთ. თუ ეს სიმართლეა, რასაც სირიის ტელევიზია ამტკიცებს და რაშიც, როგორც ჩანს, ამერიკელები დარწმუნებულები არიან, სავარაუდო ისრაელის საჰაერო დარტყმები, რომლებიც სირიაში ავიაბაზას მოხდა. იცით, რამდენად სარისკოა ეს დაძაბულობის წერტილები, ეს დაძაბულობის ხაზები, ვთქვათ, თურქეთსა და ისრაელს შორის ამ ეტაპზე. კი, ფიქრობ ეს უკვე საკმაოდ უპასუხისმგებლო ხდება. ეს უკვე საკმაოდ უპასუხისმგებლო ხდება. კარგი, როგორ თქვა, ძალიან დიპლომატიურად რომ გამოვხატო, უნდა დავრწმუნდეთ, რომ კომუნიკაციის არხები ღია რჩება. და ყოველთვის ვამბობთ, რომ კიდევ უფრო შორს არ უნდა წავიდეთ, მაგრამ ორივე მხრიდან რიტორიკის გარდა რას ვხედავთ? ადგილზე ვხედავთ რეალურ დარტყმებს საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით სხვა ქვეყნის ავიაბაზაზე. და ეს აგრესიული ქცევაა და ვეთანხმები აშშ-ის ელჩის მიერ გამოყენებულ ფორმულირებას, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. ეს საკმაოდ უპასუხისმგებლო იყო. ეს საკმაოდ ახლოს იყო თურქეთის საზღვართან. ესე რომ ეს აშკარა გზავნილია ისრაელის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ წავიკითხავთ იმას, რასაც ორივე მხარე ამბობს, ჩვენ მუდმივად ვზრდით დაძაბულობას. ორივე მხარე საკმაოდ მკაფიოდ აცხადებს, კარგი, როგორ თქვა, ერთმანეთის მიმართ არადიპლომატიურ სიტყვებს იყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ თურქეთში ამას ესე ვხედავთ. ეს არის ესკალაცია, აგრესიული ქცევა ისრაელის მხრიდან, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური მოქმედებებითაც. კარგი, ნება მომეცით, ცოტა ხნით შეგაცხადებინოთ ჯენგიზ. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სირიაში ესეთი ღრმა დარტყმებს პრაქტიკისთვის არ ახორციელებენ. და თქვენ ახლა ისრაელიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობთ, მაგრამ აშკარად არსებობს საფრთხის აღქმა. იცით, სირიიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც ჯიჰადისტური ჯგუფების ერთობლიობაა, თურქეთის მთავრობის მხარდაჭერით და მთრულ რიტორიკაზე საუბრობთ. იცით, შეგვიძლიათ ციგნი დავწეროთ იმ რიტორიკაზე, რაც ანკარიდან გასულ წელს ისრაელის მიმართ მოდიოდა. ყველა ის არალეგიტიმური განცხადება და მსგავსი რამ. ასე რომ იცით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ელჩი ბარეკი და სხვები კონკრეტულად რა სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ ახლა? რაც შეეხება თურქეთს და როგორც მე მესმის ბატონ ბარაკსაც, ამ ეტაპზე ისინი ალიანსების შექმნას ცდილობენ. ეხლა სირია არ არის სახელმწიფო, რომელიც ამ ეტაპზე ან ახლო მომავალში ისრაელს რაიმე ზიანს მიაკენებს. ამიტომ მისი მუდმივად შეტევა, როგორც თქვენ ამბობთ, ჩვენი ქმედებების გამუდმებით გამეორება ადგილზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საჭიროა ის, რომ დავბრუნდეთ დიალოგთან, დავბრუნდეთ დიპლომატიასთან, დავბრუნდეთ იმაზე, რომ გარკვეულ საკითხებზე ერთ აზრზე დავდგეთ. თუ სირიელები შეძლებენ ერთად შეკრებას და სახელმწიფოს თავიდან აშენებას, სიცოცხლის უნარიანი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ფუნქციონირებს, რომელსაც ექნება სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკა და ასე შემდეგ, ეს არავისთვის იქნება საზიანო, მათ შორის ისრაელისთვისაც. ეხლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ისრაელს არ სურს სირიაში სიცოცხლის უნარიანი, მდგრადი, სტაბილური ეკონომიკა ან ქვეყანა. და ეს არის ის, რაც საიდან იღებ ამას, განგ? თართმაშორეულ ავიაბაზაზე, რომელსაც როგორც ამბობენ, ჩვენ არ გვინდა სირიაში რაიმე სტაბილური. ისრაელის სახელმწიფოს ქმედებებია, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. თქვენ აგრესიულად უტევთ სახელმწიფოს, თქვენ მათ ჯიჰადისტებს ეძახით და ასე შემდეგ, მაგრამ მათ თქვენზე არ მიუტევიათ. არც ერთი თავდასხმა არ ყოფილა თქვენს მიმართულებით. თქვენ გააფართოვეთ თქვენი ტერიტორია. თურქეთი კი დიახ, იქ ქსელს აშენებს, რათა მთავრობამ შეძლოს ფუნქციონირება და მას სხვა სახელმწიფომ სთხოვა მოსვლა და დახმარება და ჩვენ ვცდილობთ ეს გავაკეთოთ. პირიქით, ისრაელი შეუჩერებლად ბომბავს. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ამას ვუყურებთ დროის ესეთ ჭრილში. გაგრძელდება ეს არჩევნებამდე, თუ შეწყდება არჩევნების შემდეგ, თუ ეს არჩევნების შემდეგაც არ შეწყდება,
ეს ნიშნავს, რომ ისრაელი შეუჩერებლად ომის გზას ადგას ყველას წინააღმდეგ. და თუ გინდათ, რომ კიდევ ერთი ქვეყანა, მაგალითად თურქეთი, ამ გზაზე გადაინტეროთ, გააგრძელეთ. მე ამას საერთოდ არ გირჩევთ. ეს ძალიან უპასუხისმგებლოა. ძალიან არადიპლომატიური გზაა წინსვლისთვის. კი ეს ნამდვილად არადიპლომატიურია, მაგრამ იმის მტკიცება, რომ სირიიდან არანაირი საფრთხე არ მოდის, როგორც ჩანს, ისრაელის გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას სხვაგვარად ხედავენ. თუ ეს მართლაც ისრაელის თავდასხმა იყო სირიაში კიდევ ერთხელ. აი ეს იყო ყოფილი თურქი ელჩის ჯენგიზისგან. მადლობა რომ ჩვენთან იყავით. ეხლა სტუდიაში იაკოვ ლაპინი, ჩვენი უსაფრთხოების ანალიტიკოსი გვერდება და ნახეთ, თურქეთის სამხედრო ყოფნა. მოდით ამაზე ვისაუბროთ, იცით, რიტორიკის გარდა. იცით, ჩვენი ყოფილი ელჩი მეგობარი აქ ისე აჩვენებს, თითქოს ეს უბრალოდ სიტყვებია ჰაერში, მაგრამ არსებობს სამხედრო შეჭრები, რომლებიც ისრაელის უშუალო გარემოცვაში ხდება. მაგალითად, სირია, რომელსაც ისრაელთან საზღვარი აქვს. მოდით ყველას შევახსენოთ ეს. ჩვენ ამას ვხედავთ სირიაში, ვხედავთ სამლენში, ვხედავთ ლიბიაში, ადგილებში, სადაც თურქეთის სამხედრო ძალები შედიან, ან სურთ შევიდნენ. შესაძლოა ღაზაც ერთ-ერთი მათგანი იყოს. იაკო, როგორ შეაჯამები შენს პერსპექტივიდან თურქეთი? ვთქვათ, რიტორიკას რა გადავწყვეტ, რომელიც ისედაც ძალიან მტრულია ისრაელის მიმართ, რეალურად ძნელია იპოვო ქვეყანა, რომელიც უფრო მტრულად ვაპარაკობს ისრაელს. იცი, შეიძლება ირანი ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ რა სიტყვით თურქეთის სამხედრო ყოფნასა და ქმედებებზე, რომლებიც აშკარად შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ისრაელს? მოდით ვფიქრობ, რომ თურქეთი სირიაზე და რეგიონში სხვა ბევრ ტერიტორიაზე ამ თურქი პრეზიდენტის ერდოღანის პირობებში უყურებს როგორც ოსმალეთის იმპერიის ყოფილ გავლენის ზონას. და მათ ძალიან აქვთ განცდა, რომ უფლება აქვთ კვლავ დაბრუნდნენ ამ ტერიტორიებზე. მეცინება, როცა თურქეთი ჩივის ისრაელის თავდაცვით ბუფერულ ზონებზე, რომლებიც სინამდვილეში ძალიან პატარაა. სირიაში შეხედეთ რა ხდება. თავდაცვით ბუფერებზე. დიახ, შეხედეთ თურქეთის სამხედრო ყოფნას ჩრდილოეთ სირიაში, რომელიც ამ რეჟიმამდე იწყება, რომელიც სინამდვილეში თურქეთისთვის მეგობრულია. ამაში ეჭვი არ არის, მაგრამ თურქეთს ეს ბუფერული ზონა ასადის რეჟიმის დროსაც ჰქონდა, როცა სირიაში არ იყო მისასალმებელი. და ეს საერთოდ არ აინტერესებდათ თურქეთის გადაწყვეტილების მიმღებელს. იცით, ჩვენ არც კი დავიწყებთ საუბარს კვიპროსზე და სხვა ტერიტორიებზე, სადაც თურქეთის სამხედროები ოკუპაციას ახორციელებენ. ასე რომ მართლა ეს რიტორიკა ჩემთვის სასაცაცილოა. მაგრამ ნახეთ, დღის ბოლო აქ ჩვენ გვაქვს ძალიან არასრული სურათი. აშკარად თუ დაუშვოთ, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო ისრაელი, მივიდეთ გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია საფრთხის შემცველი შესაძლებლობის შესახებ. ეს თვითონ აეროპორტი არ არის. საქმე იმაშია, რასაც თურქეთი აპირებდა აეროპორტში დაემონტაჟებინა, განეთავსებინა. ჩვენ არ ვიცით რა იყო ეს. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო რაიმე სახის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც სერიოზულად დაემუქრებოდა ისრაელის შესაძლებლობას ემოქმედა იმ საქმე და იმ ცაში. არ დავივიწყოთ, რომ ეს ასევე მარშრუტია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ირანში მისასვლელად გამოიყენებოდა. იყო ეს უპილოტო აპარატების შესაძლებლობა, რადარი, რაკეტები, თავდასხმითი თავდაცვა. ჩვენ არ ვიცით. ეს არის გასაიდუმლოებული დაზვერვა. ვითხოვდი, რომ ზვარი ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებებისთვის არის ის, რომ თქვან, მოდი, დაარტყი ამ რაღაცას ახლოს. თურქეთის საზღვართან. ეს უბრალოდ შემთხვევითი ნაბიჯი არ არის. მესიჯი გადაწყვეტილების მიმღებთათვის თურქეთში, რომლებსაც ეუბნებიან გთხოვეთ, ეს არ განგეთავსებინათ. ხედავთ, რომ აპირებთ ამის გაკეთებას, ნუ გააკეთებთ ამას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, დავით, რადგან ვიცით ეს. 2025 წლის აპრილში სტრატეგიული საჰაერო ბაზა, სახელად T4, რომელიც სირიის უდაბნოში, ქვეყნის ცენტრში მდებარეობს, გავრცელებული ინფორმაციით ისრაელმა დაარტყა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ, როგორც იუწყებიან, დაზვერვის მონაცემები შემოვიდა, რომელიც აჩვენებდა, რომ თურქეთი ამ ტერიტორიაზე საფრთხის შემცველი შესაძლებლობების განთავსებას აპირებდა. ეხლა მეორე საკითხია, რომ აუცილებლად თურქეთი არ იქნებოდა ის, ვინც ამ შესაძლებლობებს აამოქმედებდა. შესაძლოა ეს სირიის რეჟიმს გაეკეთებინა. და ვინ არის სირიის რეჟიმი? მარტივია ჯიჰადისტების საფრთხის დაკნინება, როცა თავად არ ხარ მათი სამიზნე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სირიის არმია შედგება ჯიჰადისტებისგან, ფუნდამენტალისტებისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც დაიფიცეს იერუსალიმის დაპყრობა. ისინი ჰამასს გვანან. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს რიტორიკა და 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი აღარ დაუშვებს ან ძალებს საშიში შესაძლებლობების შექმნას.